ვინ არის ნონა მარგიანი და რამდენი წელია მუშაობ ამ სფეროში? მე გახლავართ 16 წლიანი გამოცდილების მქონე მასაჟის თერაპევტი ნონა მარგიანი, რომელიც 14 წელია მოღვაწეობს ლოტუს გარდენის ჯგუფში. გვიანბე შენი განათლების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია შენს პროფესიაში. დავამთავრე ფიზიკური კულტურის აკადემია, სადაც მივიღე განათლება მასაჟის სპეციალობით. ასევე გავლილი მაქვს ინდური აირვედას ინდივიდუალური კურსი. რატომ აირჩიეს სწორედ მასაჟი და სხეულის თერაპია? ყოველთვის მინდოდა ჩემი წვილი შემეტანა ქალბატონების სილამაზესა და გაჯანსაღებაში. რა ტიპის პროცედურებს ატარებ ლოტუს გარდენში სხეულის მოვლის მიმართულებით? როგორც მანუალური თერაპია, ასევე აპარატურული მეთოდით. მანუალური თერაპია შემოიფარგლება ანტიცელულიტურით, სარელაქსაციო, სახის მასაჟი, ზურგის სამკურნალო პროცედურები. აპარატურულ პროცედურებში შედის ოლიპოლიზი, LPG აპარატი, პრესოთერაპია. არის თუ არა მასაჟი მხოლოდ რელაქსი, თუ თერაპიული შედეგებიც აქვს? რა თქმა უნდა, მასაჟი არის რელაქსიც და თერაპიული შედეგებიც ახლავს თან. რომელი პროცედურაა ყველაზე მოთხოვნადი შენს პაციენტებში? ხელით მასაჟი და LPG აპარატი. როგორ არჩევ პაციენტისთვის სწორ პროცედურას? ინდივიდუალურია, ყველა პაციენტს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ხდება თუ არა ისე, რომ პაციენტი მოდის ერთ პროცედურაზე, მაგრამ შენ სხვა პროცედურას ურჩევ? რა თქმა უნდა, ხდება. რა შედეგებს ამჩნევენ პაციენტები უკვე პირველივე სეანსების შემდეგ? სარელაქსაციო პროცედურის დროს განტვირთვა, რა თქმა უნდა, სიმსუბუქე და როცა საკორექციოდ მოდიან პაციენტები და იტარებენ კურსის სახით პროცედურებს, რამოდენიმე პროცედურის შემდეგ უკვე კონტურების გამოკვეთას გრძნობენ. შედეგი არის ხანმოკლე თუ ხანგრძლივი შეიძლება იყოს? კურსის დასრულების შემდეგ იმისათვის, რომ ეფექტი დიდხანს გაგრძელდეს, სასურველია თვეში ერთხელ ან ორჯერ ჩავიტაროთ პროცედურა. რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა მასაჟზე მოსვლამდე? პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ კვებით ხელშეწყობა. არის რაიმე შეცდომა, რასაც ადამიანები ხშირად უშვებენ სხეულის მოვლაში? როდესაც მხოლოდ მასაჟის იმედი აქვს და კვებით არ მიწყობენ ხელს. ვისთვის არის განსაკუთრებით რეკომენდირებული შენი პროცედურები? რეკომენდირებულია აბსოლუტურად ყველასთვის, ყველა აღნაგობის ადამიანისთვის. რას ეტყოდი ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, ღირს თუ არა საკუთარ სხეულზე ზრუნვა? ძალიან ბევრი დაუკარგავს. დაამთავრდა ახალი წლები, ბევრი მივირთვით, ჭამეთ, გავსუქდით, დავიდეთ ცელულიტები და მობრძანდით ლოტუსში და ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს აღნაგობაზე და სილამაზეზე და ასე შემდეგ.